ავერსი წარმოგიდგენთ. სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა. სერგო კოვალავასთან ერთად ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შაბათი დღეა 10 დეკემბერი, ჩვენ უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვიმუშავებთ თქვენთვის და წარმოგიდგენთ ვფიქრობ ასევე საკმაოდ საინტერესო სამედიცინო საკითხს, ისევე როგორც ყოველი იმედის კლინიკის შაბათის გადაცემის დროს ხდება და ამ თემის გაშუქებაში დღეს სტუმარი მოგვეხმარება. თუ რა არის თემა, ამას რამდენიმე წამში აუცილებლად გეტყვით, შეგახსენებთ რომ კითხვები, რაც თემის დაანონსების შემდგომ დაიდო Facebook-ზე, აუცილებლად გაჟღერდება, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შეკითხვები და ჩვენი მისამართი უცვლელია რადიო იმედი, იმედის კლინიკა. მაშინ რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს და ვნახოთ თუ რა საკითხის ირგვლივ აიგება იმედის კლინიკის დღევანდელი გამოშვება. გავრცელებით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. დღეს თქვენთვის შევარჩიე ასეთი თემა, თავბრუსხვევა, თუმცა არა ზოგადად, არამედ მისი კონკრეტულად ერთი ფორმა, ეს არის პოზიციური კეთილთვისებიანი თავბრუსხვევა. შევეცდები მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ, მის მიზეზებზე, ხელშემწყობ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, ფორმებზე, კლინიკური გამოვლინების თავისებურებაზე, დიაგნოსტიკის მენეჯმენტზე, როგორ მიმდინარეობს ზოგადად თავბრუსხვევის დიაგნოსტიკა და კონკრეტულად ამ პრობლემატიკის და როგორ უმკურნალობთ თანამედროვე მეთოდებით პოზიციურ კეთილთვისებიან თავბრუსხვევას. გადაცემის ბოლოს კი ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა, საინტერესო რჩევებს მოგაწვდით. სტუმარი კი იქნება ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალის ექიმი ნევროლოგი ქალბატონი ნათია კურტანიძე. მას მადლობას გადავუხდი მობრძანებისთვის და მივესალმები. გამარჯობა. გამარჯობათ. მადლობთ მოწვევისთვის. ქალბატონია, სანამ დავიწყებთ უშუალოდ ჩვენი ძირითადი თემის გაშუქებას, მოდით ძალიან მოკლედ შევახსენოთ რადიო მსმენელებს, რა არის წონასწორობა და როგორ რეგულირდება წონასწორობა, რადგან ეს საკმაოდ რთული ფუნქცია, ძალიან ბევრი მექანიზმია ჩართული წონასწორობის რეგულირებაში და როგორ ხდება ფიზიოლოგიურად ამ პროცესის რეგულირება ადამიანის ორგანიზმში. წონასწორობა ეს არის ადამიანის სხეულის სივრცეში მკაფიოდ განსაზღვრული ორიენტაცია და თვით ადამიანის მიერ საკუთრივ მისი სხეულისა და ირგვლივ მყოფი საგნების მოძრაობისა და მდებარეობების სწორი შეგრძნება. ორგანიზმში წონასწორობა რეგულირდება მხედველობითი პროპრიოცეპტული თუ ვესტიბულური აპარატიდან ერთობლივად წამოსული იმპულსების მეშვეობით, რომელნიც ინტეგრირდებიან თავის ტვინში, ხოლო ქერქიდან წამოსული იმპულსები აღწევს თვალის კუნთებამდე და ჩონჩხის კუნთებამდე და უზრუნველყოფს თვალის გაკლების ნორმალურ მდებარეობას და ადამიანის სხეულის ოპტიმალურ მდგრად პოზას სივრცეში. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ამ სტრუქტურებიდან პათოლოგიური იმპულსაციის მოდინებას ან ნორმალური იმპულსაციის პირობებში თვით თავის ტვინში ცენტრალურ სტრუქტურებში რაიმე ორგანული დაზიანების არსებობას, მაშინ აღმოცენდება საკუთრივ სხეულისა და ირგვლივ მყოფი საგნების მოძრაობისა და მდებარეობის არასწორი შეგრძნება, რომელიც წონასწორობის დარღვევის სახით ვლინდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ წონასწორობა რეგულირდება ორი ძირითადი მექანიზმით, ხომ? ეს არის ცენტრალური, ანუ თავის ტვინი და ეს არის პერიფერიული და ამ შემთხვევაში იგულისხმება პირველ რიგში ის ეგრეთ წოდებული წონასწორობის აპარატი და უდიდესი მნიშვნელობა ასევე აქვს მხედველობას. კი, აქვს მხედველობას, მნიშვნელობა აქვს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს, რა თქმა უნდა, მის სწორ გამართულ ფუნქციონირებას და თავის ტვინის ცენტრალურ სტრუქტურებს. ვესტიბულური აპარატი მოგეხსენებათ შედგება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნაწილისაგან. ანუ ამ შემთხვევაში პერიფერიაში არ მოიაზრება მხოლოდ მხედველობა და ჩონჩხის კუნთები თუ თვალის კუნთები. მნიშვნელობა აქვს თვითონ ვესტიბულური აპარატის პერიფერიულ ნაწილს და სხვათა შორის სმენით იმპულსებსაც წონასწორობის შენარჩუნებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. ქალბატონია, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გასაგები ხდება, რომ თუ რომელიღაცა შესაბამისი კომპონენტი ამ ურთულესი მექანიზმიდან ამოვარდა ან არ ფუნქციონირებს ნორმალურად, ადამიანს განუვითარდება წონასწორობის კარგვა, დარღვევა და ყოველივე შეიძლება გამოვლინდეს მათ შორის თავბრუსხვევით. თუ გავითვალისწინებთ მომართვიანობას დაუშვათ ნევროლოგებთან, ყელყურცხვირის ექიმებთან, რამდენად ხშირია თავბრუსხვევა მოსახლეობაში და აქვე მეორე კითხვას გავაერთიანებ. ზოგადად თავბრუსხვევას შორის რა წილი მოდის პოზიციურ კეთილთვისებიან თავბრუსხვევაზე? და ეს უკანასკნელი პრობლემას ბარემ გავშიფროთ და შემდგომ განვაგრძოთ უკვე ძირითადი საუბარი.
კარგით, მოგახსენებთ, სანამ კეთილთვისებიან პოზიციურ თავბრუსხვევაზე ვისაუბრებდით, ალბათ მნიშვნელოვანია თავად თავბრუსხვევის არსის გამორკვევა. როგორც აღნიშნეთ, წონასწორობა რეგულირდება გარკვეული ცენტრალურ თუ პერიფერიული აპარატის მეშვეობით და აქედან იმპულსაციის დარღვევა იწვევს წონასწორობის დარღვევას. თავბრუსხვევა შესაბამისად წარმოადგენს ადამიანის სხეულის არასწორ სივრცულ ორიენტაციას და ადამიანის მიერ სხეულის სივრცეში მდებარეობის და არა მარტო სხეულის ირგვლივყოფის საგნების მდებარეობის და მოძრაობების არასწორ ილუზორულ აღქმას. მასზე ხშირად საუბრობენ როგორც მოძრაობის ჰალუცინაციაზე. თავბრუსხვევა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობაში, ვინაიდან დღეისათვის აღწერილია 80-მდე მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება თავბრუსხვევა განვითარდეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია სხვათა შორის, რომლის გამოც პაციენტები მიმართავენ ოჯახის ექიმს, ნევროლოგს თუ სმენის დაქვეითებაც თუ თან ახლავს ყელყურის ექიმს და აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ის შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული დაავადების ერთადერთი გამოვლინება და დროული მიმართვა და დიაგნოსტიკა წარმოადგენდეს განკურნების საწინდარს. თავბრუსხვევის მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, გამოვყოფთ პირობითად სამ ჯგუფს. ეს არის პერიფერიული ვესტიბულოპათიები, რომელიც შეიძლება თავბრუსხვევით გამოვლინდეს, ცენტრალურ ნერვულ სისტემის დაზიანებები, ანუ ცენტრალური გენეზის თავბრუსხვევები და სისტემური დაზიანებები. პერიფერიული ვესტიბულოპათია, რომელიც თავბრუსხვევის სახით ვლინდება, შეიძლება ეს საქმე გქონდეს მენიერის დაავადებასთან, შეიძლება ეს იყოს ვესტიბულოტოქსიური პრეპარატებით განპირობებული თავბრუსხვევა. აქვე განიხილება კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუ. რაც შეეხება ცენტრალური მიზეზით განპირობებულ თავბრუსხვევებს, აქ არის ყველა ის დაავადება, რომელიც არსებითად ვითარდება ცენტრალური სტრუქტურების ორგანული დაზიანების დროს. ეს შეიძლება იყოს ღეროს იშემია ან ინფარქტი, სისხლჩაქცევები, თავის ტვინის უკანა ფოსოს სიმსივნეები, პარანეოპლაზმური სიმსივნეები თუ მეტასტაზური სიმსივნეები, დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის გაფანტული სკლეროზი, ანუ რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით. სისტემურ დაავადებებში კი განიხილება ყველა ის დაავადება შინაგანი ორგანოებისა, რომელიც შეიძლება ხელშემწყობი გახდეს შემდგომში თავბრუსხვევისა. ეს იქნება კარდიოვასკულური დაავადებები, მედიკამენტებით გამოწვეული, მაგალითად ჰიპოტენზიური პრეპარატები ხშირად ხდება ხოლმე თავბრუსხვევის განვითარების მიზეზი, ენდოკრინული დარღვევები, მეტაბოლური დარღვევებით მიმდინარე, როგორც არის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია და სხვა მრავალი სომატური დაავადებები შეიძლება მოკლედ გახდეს თავბრუსხვევის მიზეზი. ჩვენ საუბრის დროს დავასახელეთ საკმაოდ სერიოზული მიზეზები, ეს ძირითადად ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებს ეხება და ალბათ დამეთანხმებით, რომ საბედნიეროდ ცენტრალური გენეზის თავბრუსხვევები შედარებით უფრო იშვიათია ვიდრე პერიფერიული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტმა თუნდაც ერთი ეპიზოდის შემთხვევაში არ უნდა მიაკითხოს ექიმს. პირიქით, აუცილებელია თავბრუსხვევის განვითარების დროს ექიმთან დროული ვიზიტი, რათა აი ეს ყველაზე სერიოზული მიზეზები, რაც შეიძლება ადრეულად იყოს დადგენილი და ლიკვიდირებული. სხვა მიზეზებზე რომ არაფერი ვთქვათ. პოზიციური კეთილთვისებიანი თავბრუსხვევა. თვითონ ტერმინი კეთილთვისებიანი შეიძლება გარკვეულწილად დამაბნეველიც იყოს რადიომსმენელებისთვის. მოდით გავშიფროთ რა არის ეს პათოლოგია, მართლაც მიმდინარეობს თუ არა კეთილთვისებიანად და რატომ წამოიჭრა ეს ფრაზა შესაბამისი პათოლოგიის სახელწოდებაში. სანამ კეთილთვისებიან თავბრუსხვევას განვიხილავთ, მაინც მიზანშეწონილია განვიხილოთ თავბრუსხვევის ფორმები თვითონ. თავბრუსხვევა გარდა იმისა, რომ არსებობს ცენტრალური თუ პერიფერიული გენეზის, გამოირჩევა აგრეთვე სისტემური თუ არასისტემური თავბრუსხვევები. სისტემური თავბრუსხვევა, რომელიც ჭეშმარიტი თავბრუსხვევის სახელით არის ცნობილი, ლიტერატურაში ხსენებულია ვერტიგოს სახელწოდებით, ეს არის სწორედ ადამიანის მიერ საკუთარი სხეულის თუ ირგვლივყოფი საგნების ტრიალის შეგრძნება. ეს არის ჭეშმარიტი თავბრუსხვევა, ვინაიდან პაციენტები ხშირად თავბრუსხვევაში მოიაზრებენ სრულიად სხვა შეგრძნებებს. ანუ არასისტემური თავბრუსხვევა მაგალითად გულისხმობს არამდგრადობას, წონასწორობის დაცვის შეუძლებლობას, დაცემის ვარდნის შეგრძნებას. ამის განსხვავებით სისტემური თავბრუსხვევა არის სწორედ საკუთარი სხეულისა და ირგვლივყოფი საგნების ტრიალის შეგრძნება და კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუსხვევა სწორედ ვესტიბულური თავბრუსხვევის სისტემური თავბრუსხვევის ერთ-ერთი სახეა. კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუსხვევა, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ვესტიბულური თავბრუსხვევის ყველაზე ხშირად გავრცელებული ფორმა არის და იმ პაციენტებს შორის, რომლებიც თავბრუსხვევის მიზეზით მიმართავენ სხვადასხვა ექიმს, მისი წილი 25%-ია. დაავადება შეიძლება დაიწყოს 30 წლის ასაკიდანაც კი, თუმცა უფრო ხშირია 50-70 წლის ასაკში და 70 წლის ზევით ყოველ მესამე პაციენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევის შეტევა.
ცალსახა მიზეზი ამ თაუბრუსხევის ეტიოლოგიური ფაქტორი უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ მას საფუძვლად უდევს ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ცვლილებები. მექანიზმი ახსნადია, ანუ ხდება ლაბირინთის კარიბჭეში, წარმოიქმნება ოტოლიტები, ეს არის მიკროკრისტალები, დადგინდა რომ ეს არის კალციუმის კარბონატის მიკროკრისტალები, რომლებიც ლაბირინთის კარიბჭიდან წყდებიან და გადადიან ლაბირინთის ნახევარკალოვან არხებში, სადაც მოძრაობს ენდოლიმფა, იწვევენ ამ ენდოლიმფაში თავისუფლად გადაადგილდებიან ან კონკრეტულად ფიქსირდებიან მის რომელიმე ზედაპირზე და იწვევენ ვესტიბულური რეცეპტორების გაღიზიანებას, რაც ადამიანის სხეულის მდებარეობის შეცვლასთან ერთად განაპირობებს და წარმოქმნის თაუბრუსხევის შეტევას. მე თქვენი ნებართვით თუ შეიძლება დავაკონკრეტებ რადიომსმენელისთვის ბევრად უფრო გასაგები რომ იყოს, რომ ლაბირინთი ეს არის შიგნითა ყურის ნაწილი, სადაც უშუალოდ განთავსებულია ვესტიბულური ანუ წონასწორობის აპარატი, ენდოლიმფა ეს არის ის სითხე, რომელიც ამ აპარატში შიგნით ცირკულირებს და ის კრისტალები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, წყდებიან, ისინი პათოლოგიურად აღიზიანებენ ამ ენდოლიმფას რეცეპტორებს. მიზეზი ახლა რის გამოც შეიძლება კეთილთვისებიანი თაუბრუსხევა განვითარდეს, შეიძლება იყოს ნებისმიერი შუაყურის დაავადება, მათ შორის ინფექციური ან თებითი. გარდა ამისა შეიძლება იყოს სხვადასხვა პრემორბიდული დაავადებები, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოგლიკემია, ანუ ენდოკრინული დარღვევები. ხანგრძლივად მწოლიარე პაციენტებში ხშირად ვითარდება ხოლმე ნებისმიერი ნარკოზის და ოპერაციის შემდეგ შეიძლება კეთილთვისებიანი თაუბრუსხევა განვითარდეს. დიდი მადლობა, მე შეგახსენებთ ყველას, დღეს ვსაუბრობ თემაზე პოზიციური კეთილთვისებიანი თაუბრუსხევა, ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალის ექიმი ნევროლოგი ქალბატონი ნათია კურტანიძეა. ჩვენი სტუმარი. სარეკლამო ჭრილის დროა, გადაცემაში მცირედი პაუზა ავიღოთ, რამდენიმე წუთში აუცილებლად დაგიბრუნდებით. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა. ბია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო იმედის კლინიკა, ჩვენი საუბრის თემა ალბათ გახსოვთ პოზიციური კეთილთვისებიანი თაუბრუსხევა და ამ თემის გაშლაში გვეხმარება ნევროლოგი ნათია კურტანიძე. გალტო ნათია, სანამ გადავალთ შემდეგ საკითხზე, მინდა დიაგნოსტიკაზე ვისაუბრო აუცილებლად და დიაგნოსტიკასთან ერთად კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება საინტერესო კლინიკურ სიმპტომატიკაზე. მოდით იმ კითხვებსაც გადავხედოთ, რომლებიც Facebook-ის საშუალებით იყო მოსული. როცა ლოგინში ვწვევები, მეწყება თაუბრუსხევა და გულის რევის შეგრძნება, თითქოს ყველაფერი მიტრიალებს ირგვლივ და რამდენიმე წუთში თავისით გაივლის. მირჩიეთ როგორ მოვიქცე. თავისთავად კითხვა შინაარსი გავს კეთილთვისებიან პოზიციურ თაუბრუსხევას, მაგრამ ვიდრე ამას დამაჯერებლად ვიტყოდე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე პაციენტის ასაკი, გარკვეულწილად აქვს თუ არა მას რაიმე თანმხლები დაავადება, ვინაიდან ჩვენ არ გვისაუბრია ჯერ კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თაუბრუს კლინიკურ გამოვლინებებზე, ის ვლინდება დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. რადიომსმენელი წერს რამდენიმე წუთი უგრძელდება, საჭიროებს უფრო ანამნეზური მონაცემების დეტალურ გამოკითხვას. ალბათ ყველაზე ჭკვიანური იქნება მაინც ვურჩიოთ მას პირველ რიგში ოჯახის ექიმთან ან ნევროლოგთან ვიზიტი, ჩაიტაროს გარკვეული გამოკვლევები და შემდგომ უფრო ნათელი იქნება თუ რასთან გვაქვს საქმე. პერიოდულად უმიზეზოდ წამიერად მეწყება თაუბრუსხევა, თითქოს კოორდინაციას ვკარგავ, ვარ 59 წლის ქალბატონი. ერთი ცხრილაკაც მნიშვნელოვანია თაუბრუსხევას, ანუ ინტერპრეტაცია თვითონ პაციენტი როგორ აღწერს ამ თაუბრუსხევას, აქვს თუ არა, არის თუ არა ეს სისტემური გენეზის თაუბრუსხევა, თუ მოიაზრებს უფრო თან აღნიშნავს კოორდინაციას ვკარგავ. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, უფრო დეტალური გამოკითხვა პაციენტის, თუმცა შეიძლება ვურჩიოთ პაციენტსაც მიმართოს ნევროლოგს და გამოკვლეული იქნას სხვა მიზეზები, თუნდაც ენდოკრინოლოგიური. შემდეგი კითხვა, სხვათა შორის საკმაოდ ხშირი სიმპტომია ეს პაციენტების მხრიდან, ფეხზე უცბად ადგომის დროს მეწყება წამიერი თაუბრუსხევა, სახიფათოა თუ არა ეს? მხოლოდ და მხოლოდ ეს სიმპტომი სახიფათოს არ წარმოადგენს, კითხვის ასე დასმაც მიმაჩნია, რომ არ არის ალბათ სწორი. საქმე შეიძლება გქონდეს კეთილთვისებიან პაროქსიზმულ თაუბრუსხევასთან, მნიშვნელოვანია დაკონკრეტებით გცოდნო და რამდენ ხანს გრძელდება ეს თაუბრუსხევა, დაუშვათ აქვს თუ არა თანხლები დაავადებები, იგივე ქვემოკიდურის ვენების ვარიკოზის შედეგადაც ხდება ხოლმე, მაგალითად მუხლებზე ჩამჯდარი პაციენტი, როდესაც წამოდგება, ზუსტად წამიერად აქვს თაუბრუსხევა და არ მიიჩნევა ეს სიცოცხლისთვის სახიფათოდ, მაინც მნიშვნელოვანია ლაბორატორიული გამოკვლევა ალბათ ან სხვა სპეციალისტის კონსულტაციაც. რამ შეიძლება გამოიწვიოს ყურებში შუვილი და თაუბრუსხევა 26 წლის ბიჭში? საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია და მამრობითი სქესიც მაინც და მაინც თაუბრუსხევასთან მიმართებაში არ არის ხშირი. რა შეიძლება ურჩიოთ? როდესაც არის ყურებში შუვილი თაუბრუსხევა, პირველ ეტაპზე ალბათ რა თქმა უნდა ექიმთან კონსულტაცია, მნიშვნელოვანია გაკეთდეს აუდიომეტრია, აუდიოგრამა, რამდენად ობიექტურია პაციენტისთვის ეს თუ სუბიექტური ჩივილია, ანუ დადგინდება ნამდვილად გვაქვს თუ არა საქმე სმენის დაქვეითებასთან და ასე
ასეთ შემთხვევაში ობიექტური მონაცემები, ანუ გასინჯვა პაციენტის მნიშვნელობას წარმოადგენს და შესაძლოა საჭირო გახდეს თავის ტვინის ნეიროვიზუალიზაცია. ასეთ შემთხვევაში მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუნდაც სისხლძარღვების თანდაყოლილი პათოლოგია, ვერტებრალური არტერიების ჰიპოპლაზია, ანომალია, ანუ მნიშვნელოვნად ჩატარდეს აუდიომეტრია და შემდგომ თავის ტვინის ნეიროვიზუალიზაცია. და ბოლო კითხვა ამ ეტაპზე ვერ ვიტან ტრანსპორტით მგზავრობას, სულ მეწყება გულისრევა, თავბრუსხვევა, მეკვრება, სუნთქვა, მორჩენადია თუ არა ეს თუ სულ ასე უნდა ვიტანჯო? ეს ითვლება ფიზიოლოგიურია მგზავრობის დროს, ანუ ვერ ხდება ვესტიბულური სისტემის ადაპტაცია, ვინაიდან მგზავრობის დროს გარკვეულწილად ფიზიოლოგიურად ირღვევა ადამიანის წონასწორობა. გამოსავალი არსებობს, მოწოდებულია მედიკამენტი და უშუალოდ თვითონაც იციან პაციენტებმა სვავენ დრამინას, უფრო მნიშვნელოვანია მგზავრობის დროს ფანჯრის მინის ჩამოწევა, შესაძლოა ესეც მისთვის გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდეს. ხშირი არის ხოლმე, რომ ეხლა ჩვენ არ ვიცით აქ მისი ასაკი, ხშირი არის ხოლმე, რომ თავისთავად გაივლის რაღაც წლების შემდეგ. უფრო ასაკს მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ეხლა ვიცოდე, ბავშვია, მოზარდია, დიდია თუ მოხუცია. დიდი მადლობა დასმული კითხვებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ერთი დონის რჩევამდე მივდივართ. რადიო საშუალებით კონკრეტული პასუხების გაცემა ძალიან რთულია, თუმცა მიმართულება მოგეცით და აუცილებლად უნდა ეწვიოთ ოჯახის ექიმს, ნევროლოგს ან ყელყურცხვირის ექიმს. ჩვენ ყველაზე დიდი 4 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე. როგორ ხდება დიაგნოსტირება პოზიციური კეთილთვისებიანი თავბრუსხვევის? ამ 4 წუთში თუ შეიძლება ჩავეტიოთ კლინიკური გამოვლინების თავისებურება, რა ღონისძიებებს მიუმართავთ დიაგნოსტიკის თვალსაზრისით და როგორია თანამედროვე მკურნალობა ამ პრობლემის? კლინიკური გამოვლინება, კეთილთვისებიანი პოზიციური თავბრუსხვევა ვლინდება შეტევითი ხასიათის თავბრუსხვევით, რომელიც არ გრძელდება 1 წუთზე მეტ ხანს, ანუ დაახლოებით გრძელდება 1 წუთი. მას შეიძლება თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, გაფითრება, გულისცემის აჩქარება და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ პოზიციური თავბრუსხვევა ვითარდება სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს, განსაკუთრებით თავის წინ და უკან დახრის დროს. იწვევს პაციენტის საკმაოდ ესეთ პერსონოლოგიურ დარღვევებამდე შეიძლება მივიდეს საქმე, დეზადაპტაციას, პაციენტი ხშირად მჯდომარე მდგომარეობაში დაძინებასაც ვერ ახერხებს, თითქოს ელის ამ შეტევის განვითარებას და ანამნეზური მონაცემების შეკრებით შეიძლება დაზიანებული ლაბირინთის მხარეც კი ვიკულიოთ, კერძოდ პაციენტი ზღუდავს დაზიანებული ლაბირინთის მხარეს თავის გადაადგილებას. მან იცის, რომ თავის ნებისმიერი მოძრაობის დროს შეიძლება დაეწყოს შეტევით ხასიათის თავბრუსხვევა. დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ეს სიმპტომი ქალებში ორჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში. კლინიკური გამოვლინებებზე თუ ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გართულება შეიძლება მოყვეს კეთილთვისებიან პაროქსიზმურ თავბრუსხვევას. თავისთავად სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას არ წარმოადგენს, თუ ის არ არის სხვა რომელიმე სერიოზული დაავადების გამოვლინება. ჩვენ ვახსენეთ თუნდაც ცენტრალური გენეზის თავბრუსხვევები, რომელიც შესაძლოა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევით გამოვლინდეს და ამისთვის ვურჩევთ სწორედ პაციენტებს, რომ თუ თავბრუსხვევის შეტევებთან ერთად ჩნდება რომელიმე სხვა ნევროლოგიური სიმპტომი, ეს საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს. თავად კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა, ეს დიაგნოზი ისმება მხოლოდ კლინიკური ანამნეზის შეკრების საფუძველზე. თუმცა თუ ჩვენ ეჭვი გვიჩნდება, რომ მას აქვს დამატებით რაიმე სიმპტომი, ან მანამდე არ ქონდა და გაჩნდა რაიმე ახალი სიმპტომი, რომელიც არ არის დამახასიათებელი კეთილთვისებიანი თავბრუსხვევისთვის, ვგულისხმობ კეროვან ნევროლოგიურ დეფექტს, როგორიც არის დიპლოპია, ანუ გაორება, ნისტაგმი ამ კეთილთვისებიანი თავბრუსხვევისთვის ისედაც დამახასიათებელი. ანუ თუ გაჩნდა რაიმე სხვა ახალი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ საჭირო ხდება დამატებითი ლაბორატორიული თუ პარაკლინიკური კვლევების ჩატარება, მათ შორის თავის ტვინის ნეიროვიზუალიზაცია. დიდი მადლობა. სამწუხაროდ მე მანიშნებენ ჩვენ გადაცემა უნდა ამოვწუროთ, თუმცა ყველაზე მთავარი რაც იყო, მე მგონი მოვახერხეთ ის, რომ რადიომსმენელმა გაიგო რა არის თავბრუსხვევა, რა მიზეზები უდევს მას საფუძვლად, რომ არსებობს უამრავი ფორმის თავბრუსხვევა და ყველაზე მთავარი მესიჯი რაც უნდა გაგვეგზავნა მათთვის არის ის, რომ თავბრუსხვევის უკან შესაძლებელია იმალებოდეს ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო პათოლოგიაც კი, ამიტომ როგორც კი გამოვლინდება ეს პრობლემა, დაუყოვნებლივ აუცილებელია მინიმუმ ოჯახის ექიმთან ვიზიტი, რათა დადგინდეს თავბრუსხვევის მიზეზი და შემდგომ უკვე ჩატარდეს ის დიაგნოსტიკური ღონისძიებები, რაც გამოავლინს უშუალოდ ხელშემწყობ ფაქტორს და მიზეზს, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა. მე შეგახსენებ, დღეს საუბრობდით თემაზე პოზიციური კეთილთვისებიანი თავბრუსხვევა, ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალის ექიმი ნევროლოგი ქალბატონი ნათია კურტანიძე იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენ დაგემშვიდობებით მეგობრებო, ერთმანეთს უკვე მომავალ კვირაში შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს
იმედის კლინიკა. სერგო კოვალავასთან ერთად ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.